საკავშირის არსებობის პირობებში, როგორც კლიმატური, როგორც საზღვაო ფუნქცია არ აქვს, მაგრამ ვცდილობ შევიძინოთ თავიდან ეს. Ich war selbst dabei, als dieses Jahr innerhalb von თავისუფლება არის სასაკვირველია ძალზე სასიამოვნო და დადებითი მეორეა ვარ საქართველოში და ვისწავლე საქართველოს დაფასება და ვისწავლე საქართველოს სიყვარული. კლიმატი აგახლავთ აქ შესანიშნავია, ასევე ძალიან კარგი ბუნება არის და ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობა, რითიც ვარ აღფრთოვანი. შეხვედრის მთავარი მიზანი გახლავთ პირველი კონტაქტების დამყარება იმისათვის ევროპელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ისე როგორც საქართველოსთვის ნაცნობების ქსელის გაფართოვება და სწორედ ქსელის გაფართოვებას და ევროპის მიღმა ქსელის გაფართოვება სწორედ ამას მოხდება შემდეგ უკვე კონკრეტული სამომავლო. გახლავთ გერმანიის ერთ-ერთი მიწა ჩვენთვის ქართველებისათვის ეს მიწა ცნობილი არის ფიქრობ შემოგვიყვანაში არის ქალაქი როსტოვი და ქალაქი როსტოვი მას მეუბნება კარგად იციან თორემ ეს ერთ-ერთი საზღვაო კარიბჭე არის ევროპისა აქედან ამ ციგანი ყოჩამზენებელი ბატონი მიხაილ ციფეთი იგი არის იქაური მასტარის წევრი შესაბამისად მას აქვს გაცნობითი ვიზიტი საქართველოს ოცნობა მათ შორის აჭარას და იგეგმება მომავალი თანამშრომლობა გერმანიას საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ამ მიწისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას შორის მისი ძირითადი დაინტერესების სფერო ტურიზმი ის არის ამ დარგის დიდი სპეციალისტი და ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ როგორც საქართველოსა და აჭარის როგორც ისტორიული და სახელმწიფოებრივი კუთხით თანახმობის ნამდვილი შესახებ ასევე ვისაუბრეთ ტურიზმის მომავალი პერსპექტივების შესახებ როგორ ხედავთ და რა გინდა როგორ უნდა განავითაროთ და რა პრიორიტეტები გვაქვს ამ მიმართულებით და მათგან იყო წინადადებები რომელიც გასაზიარებელია ისინი განსაკუთრებით დაინტერესებული არიან ისეთი ფილ ქვეყნებთან და მხარეებთან ტურისტული გაცვლა გამოცვლით როგორც არის აჭარა მათთვის ჩვენ ძალიან მიზიდული რეგიონი ვართ და ზოგადად საქართველოს მათთვის მიზიდული და მათ შორის აჭარას ვფიქრობ რომ მომავალში განვითარება და გაგრძელება ექნება